მადლობთ მოწვევისთვის. თეიმ სხვათაშორის ისა დაემთხვა, რომ სწორად გუშინ გამთენისას ჩამოვფრინდი საქართველოში და ჩემთვის ფიქრობდი თვითმფრინავში, როდესაც ვიყურებოდი, ქვემოთ, რომ მიხვდები, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გადმოფრინდა თვითმფრინავი, იმიტომ რომ ქვემოთ არის სიბნელე, ხო? იმიტომ რომ შედიხარ ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ არის დღემდე განუვითარებელი. მათ შორის ჩვენს მეზობლებთან შედარებითაც და ეს ემჩნევა უბრალოდ აი თუნდაც განათების ხარისხს, ხო? იმიტომ რომ არის თურქეთის ტერიტორიაზე, როდესაც მიფრინავ, ხედავ, რომ რაღაცა გაჩახჩახებულ, მაგალითად გზებს, განათებულ გზებს ხედავ ქვემოთ. გადადიხარ საქართველოს ტერიტორიაზე და ქვემოთ არის სრული სიბნელე და გუშინ ჩაბნელდა საერთოდ საბოლოოდ. უკვე მე მგონი 2 კვირის მანძილზე, ხო, მესამეჯერ ჩაბნელდა ჩვენი ქვეყანა. ეს არის პირდაპირ შედეგი, ახლა მე ტექნიკური დეტალების განხილვაში ვერ შევალ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ეს თემა, მაგრამ მე ვიცი ერთი რამე, რომ იმისთვის, რომ ქვეყანას კონდეს ადეკვატური განვითარების შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ენერგოსისტემა იქნება ეს თუ სხვა რამე, ემსახურებოდეს ქართული ხალხის ინტერესებს, მას უნდა ყავდეს ხელისუფლება, რომელიც არის ანგარიშვალდებული საკუთარი ხალხის მიმართ და ხელისუფლება, რომელიც საკუთარ საქმიანობას ეწევა გამჭვირვალედ. როდესაც ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს ის რეალობა, როდესაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს დაჯგუფებას, რომელიც ექვემდებარება ერთი ადამიანის ნებას და მის კერძო ინტერესებს, არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულების განცდა საკუთარ თანამოქალაქეებთან და როდესაც ჩვენ იქნება ეს ჟურნალისტური ინფორმაცია, ასე ვთქვათ, თუ სხვადასხვა ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ვიცით, რომ აი ამ ერთი ადამიანის მიერ შექმნილი მართვის სისტემა, მათ შორის საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის ძალიან სერიოზულად ეყრდნობა ისეთ ინდუსტრიას, როგორიც არის მაგალითად კრიპტოვალუტის წარმოება, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით მოიხმარს, ხო, ელექტროენერგიას და როდესაც ჩვენ არანაირი ხელსაწყოები არ გვაქვს, როგორც საზოგადოებას, რომ ვიცოდეთ ეს რას უშვება მაგალითად ჩვენს სისტემას ელექტრომომარაგების. ან რა სახსრები იდება ამ სისტემის მოწესრიგებაში, upgrade-ში, ხო, მომზადებაში. როდესაც ჩვენ ამაზე არაფერი არ ვიცით, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ლოგიკური შეკითხვები ჩნდება, რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ერთი რამე ვიცით, ჩვენ ვიცით მხოლოდ შედეგი. შედეგი ეს არის, რომ ჩაბნელდა ჩვენი ქვეყანა და სხვათა შორის ამ ჩაბნელებას მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ როდესაც ქვეყანას არასწორი მართვის შედეგად ემართება აი ესეთი გამოწვევების წინაშე დგება, ხო, როგორც არის მაგალითად ჩაბნელება. იქ არ ვიცი, მაგალითად სასუნთ კაპარაძე თუ არის ვინმე მიერთებული, ან სხვავებს ცხოვრება, ვისი მომხრე არის იმ ადამიანის ოჯახი, რომელმაც შეიძლება დაკარგოს საკუთარი ოჯახის წევრი აი ამ ვითარების შედეგად. ან ვიღაცას რომ დაეჯახება ქუჩაში მანქანა, იმიტომ რომ კოლაფსი მოხდა სატრანსპორტო, ან სხვავებს ვისი მომხრე არის. ქვეყნის ცუდი მართვა, ქვეყნის უპასუხისმგებლო მართვა, ქვეყნის მართვა ერთი ოჯახის და ერთი ადამიანის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, უამრავი მილიონობით საქართველოს მოქალაქის ინტერესების ხარჯზე ყველა ჩვენთაგან უჯდება საბოლოოდ ძალიან ძვირი და მე ვფიქრობ, რომ ამისი კიდევ ერთი შეხსენება არის გუშინ რაც მოხდა და ამას ემატება სრული უპასუხისმგებლობა და დაცინვა საზოგადოების, რომელსაც უკვე მესამეჯერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არავინ არ ცვლის საერთოდ საჭიროდ, რომ წარუდგინოს რაიმე დამაჯერებელი კი არა, რაციონალური ვერსია, რა მოხდა, რატომ მოხდა და რა კეთდება, რომ ეს აღარ განმეორდეს და ამის ნაცვლად ჩვენ ნახეთ სრული სიჩუმე, გუშინ რაღაცა აბსოლუტურად არარაციონალური თეორიები, რომელიც განავითარეს და დღეს რაღაცა ბლუკუნით, რაღაცა ბოდვითი ვერსიები, რომელიც მოვისმინეთ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ისევე როგორც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში, უკავშირდება ერთადერთ რამეს, ეს არის ცუდი მართვა, რომელიც არის შედეგი ავტოკრატიული რეჟიმის, რაც არის თავისთავად, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი შეხსენება ჩვენთვის, რატო გვჭირდება ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული და საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და რაც შეიძლება სწრაფად. და ეს თემა რო ამოვწუროთ, მაგრამ თქვენ მიგაჩნიათ, რომ 5 აგვისტოს საყოველთაო გათიშვა
ენგურხესზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა ტესტებმა გამოიწვია თუ კრიპტოქარხნების მიერ სისტემის მუდმივმა გადატვირთვამ ამაზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება და გასცეს მოსახლეობას პასუხი. რა თქმა უნდა, რომ ანგარიშვალდებული ხელისუფლება არ ვიცი, ალბათ უკვე გადამდგარი იქნებოდა, ხო? რამდენიმე თანამდებობის პირი. ეხლა კი არა, ალბათ პირველ ჯერზე ყობახიძეს საჭიროდ არ ჩაუთვლიათ. არ ჩაუთვლიათ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური კრახი სისტემის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაუმჭვირვალე მმართველობა, რომელიც არის ამ ქვეყანაში, რა უნდა სიტყვაზე ვამბობ, მე არ ვიცი, მაგრამ დაუშვათ აი ეს ვარაუდი, რაც გამოითქმება, რომ კრიპტო, არ ვიცი, ინდუსტრიის ბრჭყალებში მუშაობის შედეგია ეს. ვინ დგას ამ ინდუსტრიის უკან, ვისი ინტერესები არის თქვენი აზრით, რომ ვინმე გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომებიდან რომელიმე გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას რეალურად ჩვენ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და ის რომ ეს ინდუსტრია არის პრობლემა ჩვენთვის, ჩვენ ესე ვთქვათ, ამაზეც გავიგეთ იქიდან, რომ ევროკავშირმა ჩათვალა საჭიროდ დასანქცირება, ხო, მათ შორის ამ ინდუსტრიის ნაწილის, იმიტომ რომ ეს გამოიყენება მათ შორის რუსეთის ინტერესების გატარებისთვის, გარდა იმ ეკონომიკური სარგებლისა, რომელსაც ვიღაცა ამით ნახულობს. რამე გამჭვირვალეობა არსებობს, ჩვენ ვიცით, ვინ დგას ამ ინდუსტრიის უკან, რა ინტერესებია, ვინ არის რეალური მფლობელი, ვის რა, ასე ვთქვათ, მოგება აქვს იქიდან თუ ასე შემდეგ და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის მართვის პრობლემა, ეს არ არის ტექნიკური პრობლემაც საბოლოო ჯამში. ისევე როგორც ეს ქვეყანა წლების წინ ჩაბნელებული რო იყო, როგორც აღმოჩნდა, ესეც მართვის პრობლემა იყო, კორუფციის შედეგი იყო და როდესაც დაისახა მიზნად ხელისუფლებამ, რომ ეს პრობლემა აღმოფხრილიყო, აღმოფხრეს ეს პრობლემა. ამიტომ ტექნიკური პრობლემები. ნუ ახლა ძალიან ბევრ ამას ამბობენ, რომელიც აღმოჩნდა, რომ საერთოდ სწორი მართვა ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია, რომ ადამიანს ნებისმიერი პრობლემა იქნება ეს უშუქობა თუ ეს იქნება, არ ვიცი, დაბალი პენსია თუ დაბალი ხელფასი, თუ ცუდი განათლების სისტემა, ამისთვის ვირჩევთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ როდესაც ყავს ხელისუფლება, რომელიც საერთოდ არ მიაჩნია, რომ მოქალაქე ამ ქვეყანაში რამეს წარმოადგენს. მისთვის მოქალაქე არავინ არ არის, არსებობს ერთი მოქალაქე. ამ მოქალაქეს ქვია ბიძინა ივანიშვილი, მისი ინტერესი არის ერთადერთი ინტერესი და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვა, მათ შორის ისეთი ელემენტარული 21 საუკუნეში სიკეთე, როგორც არის ელექტროენერგიის შეუწყებლად მიწოდება მოქალაქეებისთვის, უნდა დაექვემდებაროს მის კერძო ინტერესებს და ცხადია, რომ ამაზე ჩვენ ვერ მოვისმენთ ამ ხელისუფლების პირობებში ვერანაირ დამაჯერებელ, თქვენ მკითხეთ, რომ დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას, ჯერა თუ არ მჯერა, როგორ შეიძლება მჯეროდეს ხელისუფლების, რომელსაც აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, ეს არის ტყუილი პროპაგანდით საკუთარი საზოგადოების მოტყუება. ამ თემაში ცხადია, რომ იგივე მოლოდინი მაქვს. დღის წესრიგს მიყვება ასევე ქართული ოცნება, როცა ჩვენგან, ჩემგან, თქვენგან ცდილობს რუსეთის დაცვას. ესეც წარმოუდგენელია, მით უმეტეს დრო ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ომის დაწყების მძიმე თარიღს, ხო? დღეს ყობახიძემ ასეთი რამ განაცხადა. ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები. ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. ცდილობენ, რომ 2008-2022 წელი გამოაცხადონ მეორეხარისხოვან თარიღებად, Deep State-ის შეკვეთად გამოაცხადონ ყველაფერი, რასაც ჩადის რუსეთი, მაგრამ საერთოდ რუსეთს არც ახსენებენ. მანამდე ამ დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა ყობახიძის განცხადება, ვერტელა წერილი, შათირიშვილის, როგორც ივანიშვილის გონის და აზრის დღევანდელი წერილი. რა ხდება ქალბატონ სალომე, რა ხარკის გადახდის ვერბალურ პროცესშია ქართული ოცნება, თუ რატომ დაამთხვიეს ჩვენთვის ძალიან მძიმე თარიღს ახლა რუსეთის დაცვის? იცით რა, თან ეს ყველაფერი ძალიან აბსურდულია, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემი პირადი ყოველ შემთხვევაში შეფასება არის, რომ არანაირი რუსოფობია არ არსებობს სინამდვილეში საქართველოში. არ უარსებია არც წინა ხელისუფლების, არც ამ ხელისუფლების პირობებში.
და ეს განწყობა არ არის პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა და ამ განსხვავებას მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ყოველთვის აკეთებდა რუსულ პოლიტიკას და ასე ვთქვათ, არ ვიცი, რუსულ კულტურას თუ რუს ხალხს შორის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რაც გვაქვს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, იმიტომ რომ პრობლემები არ შექმნილა საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებში 2008 წელს. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გვაქვს პრობლემა პოლიტიკასთან, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. და ეს პოლიტიკა ხან, როდესაც ნაკლების თავი ქონდა, რუსეთს იყო ნაკლებად აგრესიული, როდესაც მეტის თავი ქონდა, იყო მეტად აგრესიული და ერთადერთ მიზანს ემსახურება, ეს მიზანი არის საქართველოს სუვერენიტეტის, აი იმ სუვერენიტეტის, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობს ეს ხელისუფლება, ამ სუვერენიტეტის გაუქმებას ფაქტიურად თუ ასე ვთქვათ კონსტიტუციურად ქართული სახელმწიფოს გაუქმებას არა, როგორც მინიმუმ რუსეთის მიერ ვეტოს უფლების შემოღებას ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებზე, როგორც არის მაგალითად რომელი საერთაშორისო გაერთიანების წევრი უნდა ვიყოთ ჩვენ. ამიტომ, როდესაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რეალურად ჩემი აზრით შევიდა გარკვეულად შიხში, იმიტომ რომ მათ ხო 2008 წლის ომში საქართველოს მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ არანაირი ხელისუფლების დადანაშაულება არ არსებობს 2008 წლის ომის მოვლენებში, შენ როდესაც ადანაშაულებ ხელისუფლებას, ადანაშაულებ შენ სახელმწიფოს, ანუ თუ კობახიძეს აინტერესებს საბოტაჟი რა არის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება რა არის, ყველა, ვინც ადანაშაულებს საქართველოს 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ის ეწევა ქართული სახელმწიფოს საბოტაჟს და დადგებად, რომ როდესაც მათ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პოლიტიკურიც და სამართლებრივიც. ეხლა 2022 წლის რუსეთის კანონიც კი იცავს კოლაბორაციულ პოლიტიკას, ხო? უბრალოდ სანამ არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ მიღებული, რომელიც აღარ ახსოვს ამ ხელისუფლებას, რომ ეს კანონი არსებობს. და მე არ ვიცი რა არის შემდგომი დაკვეთები რუსეთის, იმიტომ რომ რუსეთმა მოდი ესე ვთქვათ, რომ საშუალო ვადიანი თავისი ამოცანები დღეს საქართველოში განახორციელა. განხორციელებული აქვს უკვე. შემდგარი ფაქტია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი შეწყვეტილია და ჩვენ ამაზე გონია რომ რაღაცა ხშირად მიმდინარე იმდენი კრიზისი და თემა არსებობს, რომ რაღაცა გვავიწყდება კიდე ამაზე ყოველ დღე საუბარი, მაგრამ ეს ყოველ დღე საუბროა. იმიტომ რომ ბატონო, სავარაუდოდ ესეც შეგნებული პოლიტიკა. ხო, შეგნებული პოლიტიკის შედეგად, იმიტომ რომ რაღაცა უნდა შექმნა, ხო, შენ რაღაცა დღის წესრიგი, რომელიც დაავიწყებს ადამიანს, წყაროს მისი მთავარი პრობლემების, იმიტომ რომ როგორც არ ვიცი ენერგოსისტემის გათიშვის წყარო ამ პრობლემის, თუ არ ვიცი მაგალითად აი ეს მსჯელობა, რომელიც გაიმართა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოციქსელებში, ხო მიდის რაღაც დაპირისპირება გარკვეულწილად ვინ არის იგავალიანი საქმის გულისხმობა. წყარო რა არის ამ პრობლემის? წყარო არის ის, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდება ქვეყანაში იმ სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს მიუხედავად იმისა, ლოვიარა დედა რას მოითხოვს, ხო? ანუ ფუნდამენტი და პრობლემა ყველა მოგონილი თუ შექმნილი თუ რეალური თუ პროპაგანდისტულად ასე ვთქვათ წინ წამოწეული პრობლემის წყარო შენ რო ასე ვთქვათ გაწიო ხო ასე ვთქვათ დამატებითი რაღაცა წყარო ყველა პრობლემის არის ხელისუფლება რომელიც ერთის მხრივ არ არის დემოკრატიული რაც ნიშნავს იმას რომ თავს არ გზნობს ანგარიშვალდებულად ქართული ხალხის უმრავლესობის წინაშე და მეორე არის ხელისუფლება რომელმაც ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა, რადგან კონსენსუსი იყო ამ ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსხვავებები ჩვენ საზოგადოებაში არსებობდა ბევრ საკითხზე გასული 35 წლის მანძილზე, მაგრამ კონსენსუსი თუ არსებობდა რამეზე, საზოგადოებრივი კონსენსუსი, ეს იყო ის, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპაში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი, სუვერენული, ძლიერი ევროპული სახელმწიფო და აი ეს დაარღვია ამ ხელისუფლებამ და სინამდვილეში, ასე ვთქვათ, საწყისი ყველა პრობლემის არის სწორედ ამაში. და მაშინ, როდესაც ჩვენ გვაშორებენ ევროკავშირს, მათ შორის იმ ევროკავშირს, რომელმაც, ასე ვთქვათ, პოტენციურად უნდა უზრუნველყოს ბევრი რამ ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხების, ასე ვთქვათ, მოგვარების ჩათვლით, იმიტომ რომ არანაირი სხვა
ალტერნატივა არ არსებობს ჩვენთვის გარდა გრძელვადიანად მშვიდობის დამყარებისა ევროპის დახმარებით, ეს ხალხი დღეს გამოდის და რაღაცა მოგონილ თემებზე საუბრობს რუსოფობიაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა პოლიტიკასთან რუსეთის, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს ერთადერთი რამ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით და რა უნდოდა რუსეთს? რუსეთს უნდოდა რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება ვერ მიგვეღო, მაგალითად გადაწყვეტილება, როგორც უკავშირდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. განახორციელა ეს ამოცანა ივანიშვილის ხელით წარმატებით განახორციელა. დღეს საქართველო აღარ არის არანაირ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღეს საქართველო ევროპაში აღიქმება როგორც წარუმატებელი, შეუმდგარი ქვეყანა, რომელიც ასევე უკვე სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ ასე ვთქვათ, უკვე ძალიან ღიად არის ნათქვამი, რომ თანამშრომლობს რუსეთთან და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა რუსეთმა ამ ეტაპზე მე დარწმუნებული ვარ დროებით, იმიტომ რომ სანამ გრძელდება ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, მიუხედავად ამ ხელისუფლებისა, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა შანსი რომ როგორც კი შევცვლით ხელისუფლებას სწრაფად დაუბრუნდეთ ამ გზას, მაგრამ ამ ეტაპზე შეცვლილია, ასე ვთქვათ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორად ამ ხელისუფლების დამსახურებით და რუსეთმა ეს ამოცანა განახორციელა ამ ეტაპზე. შემდგომ, ოღონდ აქ არ სრულდება მათი დღის წესრიგი ჩვენ რო გვესმოდეს, მათ აქვთ რა თქმა უნდა სხვა მოთხოვნებიც, სხვა დაკვეთებიც და დღეს, როდესაც კობახიძე თუ მათი იდეოლოგები გამოდიან და რუსეთს ესაუბრებიან, რომ ჩვენ დავსჯით საქართველოში რუსოფობიის მოვლენებს, ეს ხო ჩვენთვის ეს ხო განკუთვნილია კრემლისთვის. ხომ არ უკავშირდება გზავნილია. ეს ეხმაურება სწორედ კრემლის მოთხოვნებს და კრემლის მოლოდინებს და არაფერ სხვას. მით უმეტეს აგვისტოს ომის ძამძიმე იუბილეზე კიდევ ერთხელ მინდა ამას ყველაფერს ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის სიმბოლურ თარიღებს და თქვენ ახლა საუბრობთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელიც გვესმის ქართული ოცნებისგან არაერთი პერიოდია, მაგრამ აი ბოლო ხანებში განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების უკიდურესად გაფუჭება, მათ შორის შეერთებული შტატების ელჩების რევოლუციების მცდელობაში დადანაშაულება ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენიერ დღეს ოფიციალურად თქვა, ანუ არის ევროინტეგრაციაზე და ვხედავთ, რომ მათ შორის ლავროვი და ზახაროვა არ წყვეტენ 3+3 ფორმატზე ლაპარაკს, ანუ რუსეთის ქოლგის ქვეშ იშევ საქართველოს აღმოჩენას. ამ ფაქტის წინაშე ჩვენიერ დღეს ხომ არა. სიმართლე რო გითხრა, ძალიან გულწრფელად ვიტყვი, რომ მე მგონია, რომ უკვე შემდგარია ეს ფაქტი, რომ ანუ დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი არის უკვე გაწყვეტილი. უკვე გაწყვეტილია. არანაირ ევროკავშირში საქართველო დღეს არანაირ გაწევრიანების პროცესში დღეს აღარ არის. საქართველო დღეს არის დარჩენილი იზოლირებულ მდგომარეობაში, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული იმგვარად, რომ აი მაგალითად შეკითხვა მაქვს, როდესაც დასანქცირდა ელექტროსაწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ელექტროსისტემას. დღეს ხო ჩვენი ხელისუფლება რო იყოს ასე ვთქვათ, იმ მოწოდებაზე, რომ ერთი კონდეს დემოკრატიული ლეგიტიმურობა და მეორე იყოს პროევროპული დღის წესრიგის, ისინი დღეს უნდა ისხდნენ ბრიუსელში, შესაბამის კაბინეტებში და მსჯელობდნენ ევროპასთან ერთად, როგორ დავაღწიოთ ჩვენ თავი ამ მდგომარეობას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული სანქცირებულ რუსულ კომპანიაზე. ამის ნაცვლად ჩამოვწანდით, ხო? არა, მე ბრიუსელიდან არ ჩამოვედი ამჯერად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ ასე ევროპიდან რომ სანქციებიც აგვიანებს, ისინიც რომ წელავენ პროცესს და ზამბარას, ესეც ხომ ფაქტია? ხო, მე ამაზე მაქვს ჩემი მოსაზრება და ვიტყვი რატომ? იმიტომ რომ ესეც არის კეთილგანწყობის ნიშანი ევროპის მხრიდან. იმიტომ რომ პირველი სანქცირება, როდესაც მოხდება, იქ უკან მობრუნების გზა აღარ არსებობს, ხო, ფაქტიურად. ანუ ეს არის რუბიკონის გადალახვა, საიდანაც უკან ვერ ბრუნდები. ეს ერთი. მეორე. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული ეკონომიკის მოდელის შედეგად. დღეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ინტერესების მეორად სანქცირებაზე, ხო? ანუ იმ ქვეყნების ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სანქცირებაზე, რომელიც ეხმარება რუსეთს თავი ავერჯებს სანქციებს.
საქართველოს ეკონომიკა დღეს უკვე იმდენად არის ჩაფლული, ასე ვთქვათ, აი ამ მანქანაში, რომ ეკონომიკური შედეგები ექნება ამას უკვე მთელი ქვეყნის. ეს არ არის წერტილოვანი ქართული ოცნება. ამას იგრძნობს ხალხი. სამწუხაროდ ევროკავშირმა რო აამუშაოს მთელი სიმძლავრით ის სანქციების რეჟიმი, რომელიც მას სჭირდება რომ აამუშაოს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს საქართველოს ეკონომიკის გამოყენება რუსეთის სანქციების თავისარიდების ხელშეწყობაში, რაც გამოიყენება, ამას ექნება ეკონომიკური შედეგი. ისევე როგორც ნეგატიურ შედეგზე საუბრობ. ნეგატიურ შედეგზე ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეკონომიკური წარმოება, რომელიც ხავენ, რომ სწორედ ევროკავშირის დახმარებების დაბლოკვამ გამოიწვია მათ შორის ენერგოსისტემის ასეთი დასუსტება და არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ცხადია, რომ ის უზარმაზარი ინფრასტრუქტურული დახმარება, რომელსაც ჩვენ დასავლეთი წლების მანძილზე გვიწევდა, მათ შორის იყო მიმართული სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, გამთლიანებულიყო, მაგრამ თქვენი შეკითხვა მე უბრალოდ საზოგადოებას, რომელსაც ეს შეკითხვა აქვს, რომ რატომ იკავებენ კიდე თავს სანქციებისგან, მე მინდა რომ საზოგადოებას ესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რა სისულელეს გეტყვით, ქართული ოცნების პროპაგანდა, აი როგორც ახლა სისულელეს გეუბნებათ, რომელიღაც დეპუტატი არ მახსოვს ქართული ოცნების, რომელიც გამოდის და გარწმუნებთ, რომ ქუჩაში ესე იგი საკუთარ მეუღლეს საღამოს მარტო ვერ უშვებენ ევროპულ ქვეყნებში. ლევან მაჭავაძე. არ ვიცი, მე გასული წელიწადი გავატარე დიდწილად ევროპაში, როგორც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვიყავი მიძვეული და მარტო, არ ვიცი, ცხოვრობდი და დავდიოდი საღამოებით მათ შორის ყველა ევროპული ქალაქის ქუჩაში და გაურკვეველი არის, როგორც აი ესეთ სისულელეს კადრები, ხო და ხო ყველა მიცის, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სისულელე, რომ თურმე უფრო ესე იგი სახიფათოა ევროპის ქუჩებში, ევროპული ქვეყნების ქუჩებში სიარული და ქალაქების ვიდრე თბილისში. აი ესეთივე სისულელეა, ყველაფერი სხვა, ანტიდასავლური პროპაგანდა, რასაც გეუბნებათ, იცით ვინ გეუბნებათ ამას? ის ხალხი, ვის მიერ შექმნილი ეკონომიკური მოდელის დიდი ნაწილი საქართველოში არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა. იმიტომ რომ აი ეს საგამოძიებო სიუჟეტი რო გამოქვეყნდა კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით და ესეც ხო არის აისბერგის წვერის წვერი. ჩვენ ხო სინამდვილეში წარმოდგენა არ გვაქვს აი ამ კოლ-ცენტრების ბიზნესის ან მასშტაბზე, ან ზეგავლენაზე, იმიტომ რომ მათ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სისტემური მფარველობა აქვთ და რეალურად რითი არიან ეს კოლ-ცენტრები დაკავებული არიან ევროპელების ძარცვით. და ევროპელი პენსიონერების ძარცვის, ასე ვთქვათ, ეკონომიკა რო შექმნა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში და მისი აი ეს მოლაპარაკეთავები, ამის პარალელურად ქართულ ხალხს ესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე არ ვიცი, ევროპაში შიმშილია ლამის და დაიქცა ევროპული ეკონომიკური სისტემა და ამ დროს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ცხოვრობს იმ დახმარებაზე, რომელსაც იღებს იმ დასავლეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრებისგან, ჩვენ ხო უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი სხვა, რასაც ეს ხელისუფლება ლაპარაკობს, არის უბრალოდ უსინდისო ტყუილები, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ გააგრძელონ ძალაუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ ერთადერთი რითაც მინდა დავასრულო, რატო არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზა რატო არის მიუღებელი ამ რეჟიმისთვის? ორი მთავარი მიზეზი. ერთი იმიტომ, რომ ევროპაში ევროპული გზა გულისხმობს დემოკრატიას და დემოკრატია ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს არჩევნებში ჩატარება და ამ არჩევნების წაგება და ძალაუფლების დათმობა და მეორე, ეკონომიკური მოდელი, რომელიც ამ კაცმა შექმნა, ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ ვალდებულებებთან, რომელიც ჩვენ გვექნება ევროკავშირში გაწევრიანების პირობებში, ოღონდ ამ ეკონომიკური მოდელის სარგებლის მიმღები დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არის საქართველოს მოქალაქე. სარგებელს აქედან იღებს მხოლოდ და მხოლოდ მართველი პოლიტიკური რაღაცა ვიწრო დაჯგუფება და პირველ რიგში ივანიშვილის ოჯახი და ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და ყველაფერი სხვა, რაც ჩვენს გარშემო ხდება, არის საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, მიზან შედეგობრივად წყარო პრობლემების მიდის ყოველთვის ხელისუფლებასთან და ავტოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას მართავს დღეს. ლევან მაჭავარიანი და მისი ესეთი წარმოუდგენელი განცხადება ახსენეთ და ჩავხედე ახლა მის ბიოგრაფიულ ლექსიკონს 2010 წელს ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სამაგისტრო პროგრამის მენეჯმენტი დაუმთავრებია 2010 წელს და მე ჰიპერმარკეტ კარფურის
მენეჯერი იყო და ეთყობა მაგ დროს უკვე აღარ უშვებდნენ მარტო ევროპაში მაგის მიერ. ნუ ეს ცალკე ტრაგედიაა, ალბათ განსაკუთრებით, რომ ის ხალხი, ვინც წესით მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე დღეს აბსოლუტურად თქვენ და ჩემს და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის აზრზე უნდა იყოს, რომ ერთადერთი ღირსეული ადგილი ჩვენთვის ეს არის სწორედ ევროპულ სივრცეში. ეს ხალხი რო დღეს რუსეთს ემსახურება და ამაში შესაბამის ანაზღაურებას იღებს, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი სირცხვილი და ვფიქრობ ეროვნული ტრაგედია. არა მათი უფრო, მაგრამ ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში სანამ ეს ხალხი მართავს ჩვენს ქვეყანას და ამით დავესრულებ რუსოფობიაზე როდესაც ვსაუბრობთ. თუ ვინმეს აქვს რუსების მიმართ ნეგატიური განწყობა, რას ეფუძნება ეს? ეფუძნება იმას, რომ ისინი უფლებას აძლევენ ამ რეჟიმს, რომ მართოს რუსეთი. და ერთშვენიერ დღეს ჩვენც რო გკითხოს ვინმე რატო ვაძლევთ ჩვენ მაშინ უფლებას ამ რეჟიმს, რომ გმართოს ჩვენ თუ ვართ ჭეშმარიტად ევროპული დღის წესრიგის მომხრე მოქალაქეები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპა აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, იმიტომ რომ მათ სჯერათ, რომ ჩვენ დიდხანს არ მოვითმენთ ამას და ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ, რაც შეიძლება მალე, რომ მათი ეს რწმენა არის ეფუძნება რეალობას და ჩვენი რეალური არჩევანი არის ევროკავშირი, რაც წარმოუდგენელია ამ რეჟიმის პირობებში, რომ განხორციელდეს.